გარეშე ჩვეულებრივად მივედით სამუშაოზე, არაფერი არ შემცირების ის არაფერი ჩვეულებრივად შევედი გუშინ მთელი დღე ვიმუშავ. დღეს დილით რომ მივედი უკვე დაბლოკილი დამხდა. და შესაძლოა მე მიმართეთ პროფკავშირებს. რომ გამანთავისუფლეს. მე ხო უნდა ვიცოდე, რომ აი მან თავისუფლებენ არ მან თავისუფლებენ, რის საფუძველზე როგორ თან იქ მე დირექტორის შემსრულებელი ბურდილაძე დაგვივარა იქ სადარბაზში შეგვიყვანა და იქ ის რო გველაპარაკა რომ შევეკითხებოდით რამეს რომ ვეუბნებოდით ის არც იმას გვეუბნებოდა არც იმას არ გცემდა პასუხებს არაფერზე მე განაგამიშვე ხარ რომ მე რეაბობს შეიძლება 3 თვის მერე ქარხანა რო გაეშვებო დაგიძახოთ ახლა 3 თვის მერე ქარხანა რო გაეშვება ვინ დაგვიძახებს 80 წელიდან მუშაობ ვარ მესილ ჭავლურე რა ვიცი აი თითქმის ჩვენ ხელში უნდა გაიაროს თუ რამე კონსტრუქციები იყო ასაშენებელი ახალი თუ თუ ჩვევა სუბტავეთ იმას ხელფასი ასე აკლადი მაქვს 473 ლარი მეტი არაფერი ამის ფულს მიმატებენ 25 ლარსა და წინათვის ხელფასები როგორ მოხდეს წიაზია რომ იჭყვიან სულ ყოველთვის ვიღებდით ხოლმე ადრე საახალწლო საჩუქრს მე-13-ს არც ეგ არ მოხდეს არც ის რამე არ ყოფილა ასეთი რა ისეთი გაჭირება იყო ხოლმე ქარხანაში აი ადრე ისეთი გაჭირება ღამეები გვითანებია რომ ქარხანა ან არ გაყიდულიყო ან ყადაღარდადებული იყო ან რამე აი ისეთნაირად ვინახავდით ქარხანას ყველანაირი დაფასებები ქონდა მართლა ქონდა დაფასება და ახლა ვიცი ასე ხა მეუღლე მყავდა ცუდად ვარებიც დამედო იმისი ისიც ახლა რა თქმა უნდა ახლა ვერ შევძერით ყველაფერი ხო ახლა ისეთი აბა ბიჭი და მე მუშაობთ მის ოჯახი ყავს პატარა ბავშვი ყავს იმასაც ხო უნდა ყველაფერი მე თუ კარგად გქონდა წამალი უნდა ის უნდა ბავშვი ყველაფერს ოჯახსა და როგორ არ ვეხმარებოდი შუთ ახლა რა უნდა ქნას არ ვიცი